გამარჯობა. ეს არის ეგვიპტეში ჩვენი მესამე დღე. და სასტუმროზე გვაქვს ჩეკაუთი გიზას სასტუმროდან, რომელიც პირამიდებთან მდებარეობდა. დიდიც ვიფიქრეთ, რომ სასტუმროს საუბრზე უარს ვითხოვდით და გამოვიძახებდით ეგვიპტურ საუბრს კარგი რესტორნიდან. და შევუკვეთეთ ფალაფელი რამდენნაირი ეგვიპტური ლობიო იგივე ფული და ფალაფელისა და ფულის სენდვიჩი ამკიდა. ეს არის აი ამდენი რაღაც დაჭდა ჯამში 4 ლარი გამოძახებიანად. ეს ყო 75 პაუნდის. აი ეს ფასები აქვს. რესტორანს ქონდა ძალიან კარგი შეფასება 5-დან ქონდა 4.6 და ძალიან ბევრი ადამიანს. კონცენტრირებული არიან აი ეგვიპტურ საუბრზე, რაც განსაკუთრებით პოპულარულია რამადანის დროს. აი რომ წარმოიდგინოთ, ესეთი სენდვიჩებია ეგვიპტურ პულში ჩადებული ფალაფელი, ბოსტნეულით და სხვა რაღაცეებით. იგი ეს არის ბაბაღანუშით, რომელიც მზადდება დაახლოებით соус აკეთებენ, აი соусისებრ მასას ხრიჩნისგან. და საკმაოდ გემრიელია ეს ხოთშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მეც მომეწონება ახლა ეს ყველაფერი. გემრიელი. ანუ აი ეს არის ეგვიპტური ლობიო. ლობიოს ქართულს გავს. ხონ გემოთი ცოტათი განსხვავდება და კონსისტენციაც ცოტა შედარებით უფრო თხელი აქვს. ფალაფელი ავიღეთ ორნაირი, ეს არის ჩვეულებრივი ფალაფელი. ამაში აქვს შიგნით რაღაცეები, ოღონდ ზუსტად არ ვიცი რეები. მოკლედ, ჩვეულებრივი ფალაფელი არის ესეთი, მაგრამ ძალიან გემრიელია. და ამას შედარებით დიდიც არის და შიგნით უდევს პამიდორი და ტომატ პასტისნაირი соуსი ცოტა. დავასრულეთ ჭამა და ძალიან გმაყოფილები ვართ. ბევრი ფაქტორის გამო. ერთი რომ აბსოლუტურად ყველაფერი რაც გავსინჯეთ კარგი იყო და მეორე 4 ლარი რომ დაჭდა ეს ორმა კაცმა 4 ლარად აი მაგრად ვისაუბრეთ და რაღაცები დაგვრჩა. თან ამ ყველაფერს ის ერთვის რომ იქით ძალიან მაგარი ხედი გვაქვს. ხოდა პირამიდების ფონზე ყველა საჭმელი უფრო გემრიელია, გუშინდელს უარ ჩავთვლით. ეხლა მოვედით ახალ სასტუმროში და ლიფტი გამოიყურება ესე. ცოტა ფუტურისტული გარემოა. ცოტა უნდა იცვალო, რომ ამ ლიფტში შემოხვიდე. დაგიტილი არა. მე არ მიშავს არ. გავუჭერეთ. გიზას სასტუმრო დავტოვეთ და წამოვედით კაიროს დაუნთაუნში. ცენტრში ვიქნებით ძალიან ახლოს, დაახლოებით 300 მეტრია ტალათ ჰარბის მოედნიდან, რომელიც მთავარი მოედანია ეგვიპტეში. და სასტუმროში რომ შემოვედით, ახლა დიდ სარფის არ ველოდით. საყვარელი ისეთი ძველებული სასტუმრო დაგხვდა. სასაცილო ის იყო, რომ ამას ველოდებოდი იდეაში. ეგვიპტელებმა იციან ხოლმე ესეთი გაფორმება პირსახოცებით, ხან გეც გააკეთებენ საწოლზე, ხან რაღაც ისეთ ფიგურას. მაგრამ მე შევამოწმე, აბა საპიტფარეშო როგორი გვაქვს ხო. და ტუალეტი დავხვდა გაფორმებული ტუალეტის ქაღალდით. და ეს პატარა შეფუთვა გაუკეთეს. რატო წარმოდგენა არ მაქვს? მაგრამ საყვარლობაა და კი გაგვეცინა კარგად. ხო, ნუ ესეთი რაღაცეებიც ხდება ხოლმე კაიროში. სასტუმროდან გამოვიძახეთ ტაქსი და დღევანდელი ჩვენი პირველი მიმართულება იქნება ფარაონული სოფელი.
რომელიც ერთი ეგვიპტელი კაცის მიერ გაკეთებული მინიატურული სოფელია, სადაც ხდება ძველი ეგვიპტური ცხოვრების რეკრეაცია, მათი ყოველდღიურობის გადმოცემა, ის თუ როგორ თევზაობდნენ, რას აკეთებდნენ, საჭმელს როგორ ამზადებდნენ და როგორ სახლებში ცხოვრობდნენ. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი ვიდეოში ამის განხილვა, ამის ჩვენება. ასე რომ მივემართებით იქითკენ. რაც შეეხება ტაქსის პასებს, სხვათა შორის, ეხლა ჩვენი სასტუმროდან ეს ადგილი არის დაახლოებით 8-9 კილომეტრში. და ტაქსის აპლიკაციამ დამიწერა 50 პაუნდი. 50 პაუნდი არის 2.5 ლარი. ამიტომ თქვენს უნდა გიზრდოთ, რომ აქ ძალიან ბევრი იყენებს ტაქსის აპლიკაციებს, იმიტომ რომ ძალიან დაბალი პასებია და თქვენთვისაც უფრო მარტივი იქნება გადასაადგილებად. ტაქსის გამოსაზრდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე აპლიკაცია. ორი ყველაზე ცნობილია Uber-ი და დიდის ბევრად უფრო ნაკლები პასი აქვს. და სხვათა შორის იქ ხდება ესეთი რაღაც, რომ თვითონ დრაივერები თავაზობენ გარკვეულ თანხას თუ იმით არ მაფოთილდებიან, რასაც აპლიკაცია აჩვენებს. და იქ შეგიძლია შენ დაეთანხმო, შეგიძლია უარყოს ფას დაელევო, ასე შემდეგ. თუ ტაქსები ცერული არ გიყვარს, բայց ჩემთვის ესეა, დიდად არ მიყვარს ბანკային გადაადგილება. მოლთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიჩვენია ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად უფრო აუთენტურია. ინანამ ავარიაში მოვყევით ახლა. ამიტომაც არ მიყვარს ეგვიპტეში ბანკით გადაადგილება. ტარება კარგად არ იციან. უпростоრად კარგად იციან, იმიტომ რომ უწევთ. მაგრამ ძალიან საფრთხო მანევრებს აკეთებენ გზაზე. ხოლმე თუ გამოცდით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაადგილების რამდენიმე საშუალება, მეტრო, ავტობუსები და მინიბასები. ეს მინიბასები არის უმეტესად ძალიან იაფი და მხოლოდ ადგილობრივები იყენებენ ხოლმე გადასაადგილებლად. იმიტომ რომ მე რამდენჯერაც მათ ვარ ნამყოფი, არც ერთი უცხოელი არ მინახავს და მეც ყველა ისე მიყურებდა ხოლმე, მით უმეტეს მეუღლესთან ერთად რო ვიყავი, რომ აი თვალებით რო გიჭამენ ხოლმე. ეს არის ფარაონების სოფლის შემოსასვლელი. იქ იქნება ბილეთები, სადაც შეგიძლიათ სადაც უნდა მიხვიდეთ, გადაიხდით როგორც მახსოვს 60 ლარს პაუნდებში და შემდეგ მიდიხართ შემოსასვლელში, სადაც დაგხვდებათ ფერი, პატარა ნავი, რომელიცაც გადაადგილდებით წყალზე და ამ წყალზე გადაადგილების დროს გვერდებზე თუ გაიხედებით, დაგხვდებათ პატარ-პატარა მონაკვეთები, სადაც განსხვავებული ცხოვრების სტილი და რაღაცეები იქნება ნაჩვენები. ამიტომ ხო, ფასი ცოტა უფრო ძვირი აღმოჩნდა. ეხლა ორ ადამიანზე გადავიხადეთ $60, 3000 პაუნდი. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მაინც ღირს ეს ისეთი გამოცდილება, რომელიც უნდა გამოცადო, როცა ეგვიპტეში ჩამოდიხარ. ეხლა რაც ვიწევს არის ის, რომ უნდა დაველოდოთ ის, რომელიც გვეტყვის, როდის გავდივართ, საიდან გავდივართ და რას ვაკეთებთ. ეს არის მოსაცდელი ადგილი. აქ აქვს გაკეთებული კაფე, რესტორანი, ბარის სტილში. სადაც შეგიძლიათ მოიცადოთ. შეგიძლიათ რა იძულებულითაც რომ მოიცადოთ, სანამ ეს ფერი მოვა და წაგიყვანს. და ასევე აქვს ოპშენი. რომ thank you. არის ოპშენი რომ შეგიძლიათ მიიღოთ რამე იყიდოთ, მაგრამ არ ამგონია ეხლა ისეთი გამძღარი ვარ იმ ფალაფელების შემდეგ, რომ არაფერი არ ჩანდება. მაგრამ სხვა შორის ძალიან იაფია. ნათია შენ მოგეწონება აქ წვენებია, მანგოსი და ისეთი ნატურალური. თან იაფი, ძვირი არის.
ძალიან გრანდიოზული სოლოდებოდა. თბილი მილკშეიკია. აი, ესეთი პატარა ფერით ვიმგზავრებთ. ეხლა ცოტა ლოგინის რო გაგვეწელა და მოსწევთ გამოვედი. ცოტა ხანი აქ შევისვენებთ, დაველოდებით. იმედია დამეწახებენ და უჩემო დამწავლონ მერე. და ნუ სამ შენაკადს გაუყვებით მოკლედ ამ ფერით. და აი იქით ფარეს უკვე იწყება სოფელი. იმ ყველაფერსაც გაჩვენებთ დრო და დრო. The child Moses, whose mother had put him in a basket and floated it on the Nile to prevent him from being killed by Pharaoh's soldiers. The child was discovered by a member of Pharaoh. Even the palaces of the pharaohs were constructed of sun-dried mud brick. The roof was made of split palm trunks covered with branches. The building was covered with a thick layer of mud, which acted as insulation against heat, wind, and rain. The Egyptians are also famous for mummifying their dead. Mummification is basically dehydration, and to speed up this process, the internal organs of the body were removed and preserved separately. The body was dried out by being covered with natron salt, a form of soda found in the deserts of Egypt. First of all, the surface is leveled, then smoothed and polished with a piece of hard stone. Grid lines are marked in red on the prepared surface to ensure accurate enlargements of the original drawings. The nobleman and his wife are enjoying the fresh air in their garden pavilion. They are playing a game called Senet, a game for 2 players, a form of which is still played in Egypt today. The sower scatters the seed from a small bag or basket, and sheep follow the sower to press the seed into the tough soil with their feet. The palm tree was a valuable resource for the Egyptians. The trunk was used in house building, and the branches provided fronds for making mats and baskets, while furniture and boxes were made from the ribs. The boxes were used for storage and as cages for small animals and birds. The Egyptians today still use the various parts of the palm tree for the same purposes. There were many different kinds of fish in the Nile and its canals which made good food, and fishing was also popular as a sport. One method of fishing can be seen after the stone has been smoothed and polished. The profile of the work is outlined on one side, and then the sculptor carves out the figure, rounding it off first on the front and then on the back. Vases were made from various kinds of stone, particularly alabaster, a soft stone which was worked into beautiful designs. After the rough piece of alabaster has been polished smooth, the inside is hollowed out with a drill with a flint or copper bit. Perfumes were very popular in ancient Egypt and consisted chiefly of fragrant oils and fats. Here is this room for their servants, for the people working here in the house, and this is their bed. Here you can see their kitchen. There is 2 ovens, first one for cooking and the other one for baking. And here this is the stable room for their animals, their horses. His wife usually do everything in the house, like grinding grains and then making the bread. And also her husband here, he used to help her to set the fire. Let's come closer to see the fire. Back then, they used to put there in these holes linen seeds oil with anything dry. By friction, usually take from him 30 minutes every day to set the fire. Now he just made it very fast because he used the cotton and the matches. დამთავრდა ჩვენი ტური ფარაონულ ვილი სოფელში.
კარგი იყო ვისიამოვნე. უკეთესი იყო წინაზე რომ აქ ვიყავი, რადგან ახლა რამადანის გამო ნაკლები პერსონალი მუშაობს და რაღაცეებში მოიგოჭლებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგი და გასართობი იყო. ყოველთვის ისეთია უცხო და საინტერესო რომ ხედავ მსახიობებით, მაგრამ მაინც გაფორმებულ ძველ ეგვიპტურ ცხოვრებას. სამწუხაროდ ვერ მოახერხე რომ იქ ტურის განმავლობაში ვიდეოები გადამეღო და გამეკომენტირებინა, მაგრამ ჩავსვავ გადაღებულ ვიდეოებს და შემდეგ ავწერ თუ რას საუბრობდნენ და რას გვიყვებოდნენ გიდები. ამ ტურის განმავლობაში სხვადასხვა რაღაცები შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგალითად არის პატარა მაღაზიები, სადაც თვითონ გიც მიხავხარ და აქვე ამ ადგილას დამზადებულ ხელნაკეთ ნივთების ყიდვა შეგიძლიათ, როგორიც არის მაგალითად მაისურები, სადაც ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით კარტუშში ჩასმულ შენს სახელს წერენ, რაც შევიძინეთ. თან სხვა შორის ძალიან ძვირი სარღის, ანუ ოდნავ მაღალი ფასებია, მაგრამ მინიმალური სხვაობაა. აქ ამ სივრცეში გარდა იმისა, რომ ეს ფარაონული ძველი ეგვიპტური სოფლების აღწერა არის კიდევ საერთოდ ძალიან კარგი გარემო შექმნილი. რომ იაროთ და უბრალოდ ისეირნოთ, ძალიან ისიამოვნებთ. თუნდაც ჩემს უკან ოფი ხედი გასაოცარია. რაც შეეხება, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სოფელი? ამის დამაარსებელი, დოქტორი ჰასან რაგაბი იყო მეცნიერი, რომელმაც 30 ცოტა მეტი წლის წინ აღმოაჩინა და გააცოცხლა პაპირუსის დამზადების ხელოვნება. საუკუნეების განმავლობაში პაპირუსის დამზადების ხელოვნება დაკარგული იყო, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში ჩინური ქაღალდის წარმოება დაიწყო და იქიდან შემოვიდა პაპირუსის დამზადების ხელოვნებაც დაიკარგა, გაქრა აღარავინ აღარ იყენებდა, სანამ დოქტორ ჰასან რაგაბმა არ აღმოაჩინა წლების განმავლობაში კვლევის შემდეგ. და მანვე დაიწყო პაპირუსის პლანტაციების გაშენება და ეს სოფელი, სადაც მდებარეობს, პატარა კუნძულისნაირი მოწყობისაა, ნილოსის ერთ-ერთ შენაკადში მდებარეობს და გარშემორტყმულია მთლიანი ეს სოფელი პაპირუსის პლანტაციით, რაც ჩაძირულ ისეთ სოფლის შთაბეჭდილებას გიქმნის შორიდან, რაც გასაოცარია და ძალიან ამას. რომ წავიდეთ საჭმელად კოშარის სამწუხაროდ ჩემმა ეგვიპტელმა მეგობარმა მითხრა, რომ რამადანის პერიოდში კოშარის რესტორნები არ ფუნქციონირებს რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასევე დააყოლა, რომ შესაძლოა აბუტარეკი იყოს. აბუტარეკი არის კოშარის ყველაზე ცნობილი და დიდი ქსელი ეგვიპტეში. ბევრი ყოფილვარი ძალიან გემრიელია და ეხლა სწავლობ და მიმედოვნებ, რომ იქნებია იყოს მოახერხოთ კოშარის დაგემოვნება კიდევ ერთხელ. მოვედით აბუტარეკთან, მაგრამ სამწუხაროდ დაგეჭირია. რამადანის განმავლობაში გვერდზემდე მითხრა, რომ ერთი თვით გაჩერებულები ვართ. ასე რომ ეხლა წავალთ ქსელური კოშარის დაწესებულება რესტორანი ერთი ომაქია და იქ ნახავთ ეხლა თუ იქნება, იმიტომ რომ ის ესე მაკდონალდსის ნაირი პონტია ეგვიპტეში. რომ ნახოთ იქნებ იყოს ღია. ხო და ეხლა ვეცდებით მაგასთან მივიდეთ და იქნებ ვიპოვოთ, სწორე რამდენი ხანია მე და ნაცია მაგას ვიზახით, რომ კოშარი გვინდა და კოშარი ვერ გვიჭამია კოშარის ქვეყანაში. ძალიან არ მომწონს ეგ. ხო და ავიც იქნება ნახოთ. თუ არა და
მე ვნახავთ ერთი ბიჭი ნახეთ გუშინ გამისორს საათზე. ვიყავით ჩვენ ეგვიპტელ მეგობრებთან ერთად ერთ ადგილას, სადაც ხალხი უბრალოდ დაახლოებით 1000 კაცი იდგა ერთი პატარა სტენდისთვის. ეს სტენდი არის, კი, ერთი კაცი არის მარტო რესტორანს ქვია Wahid ნიშნავს only მხოლოდ დაახლოებით ანუ მარტო ხელაკაცია რა. და პატარა სტენდი აქვს, სადაც აკეთებს სპეციფიურ კარტოფილს. შრიმპთან, ანუ შრიმპი როგორ არის? კრევეტებთან ერთად აკეთებს კარტოფილს. ხო და რა არის ეგეთი ერთი მაინტერესებს. იქნებ ეგეც დავაგემოვნოთ. თუ პოშარი ვეღარ ვწამეთ. ეხლა არის ღამის 2 საათი და ჩემ მეგობარ აბდულაჰთან ერთად, რომელმაც მე და ნათია წამოგვიყვანა სოფურის საჭმელად. სოფური არის დაახლოებით საჭმლის მონოკვეთის იმ პერიოდში ჭამა, როცა ყველაზე მარტივი იქნება შემდეგი დღისთვის, რომ თავი შეინახონ. ანუ ეს ხდება ღამის 2 საათის შემდეგ. ღამის 5 საათამდე აქვთ იმის უფლება, რომ ჭამონ რაც შეუძლიათ რა. და ეხლა არის 2 საათი და კაიროს ქუჩებში ხდება ეს. ხალხით გატენილია და ჩვენც უნდა გეთქოთ. ეხლა ეგვიპტეში სიარული, ეხლა ვარ თავად მოედანზე და აქ ყოფი ხალხი არის ძალიან ცოტა. ანუ შეიძლება ეხლა ცოტა არ ერქვას ამას საქართველოს სტანდარტებით, მაგრამ ეგვიპტისთვის 22 მილიონიანი ქალაქისთვის ნამდვილად ცოტაა. ხო და ესეც ისევ და ისევ რამადანის გამოა. აი იფტარია საბჭა მაგიტო. ანუ საუზმეში. კი, ეხლა ჭამენ, ეხლა საუზმობენ, ეხლა იწნებენ დღეს. ხო და ძალიან უცნაურია, ვერ ხვდები კარგია თუ ცუდი. კარგი იმ მხრივ არის, რომ ქაოსი შედარებით ნაკლებია. მაგრამ ცუდი იმის გამოა, რომ ახლა დავდივართ და რესტორანში ვერ გვიჭამია ნორმალურად. კი, ეს არის კაიროს მთავარი მოედანი. მაღაზიებიც კი დაკეტილია, ყველაფერი დაკეტილია. ხო, ამ მოედანს ქვია ტალაათ ჰარბი. ტალაათ ჰარბი იყო ადამიანი, რომელმაც დაარსა ეგვიპტური ბანკი, Bank of Egypt. ხო და აი რო ქანდაკება დგას კაცის. ეგ არის ტალაათ ჰარბი. ტალაათ ჰარბთან აი ზუსტად კუთხეში იყო ეს წვენის სტენდი და ჩვენი საყვარელი ადგილი იყო აქ მოსვლისას. ძალიან იაფად ნატურალურ წვენს ვსვავდი, რისიც გინდა. არა, იქ ზევით არის. ანუ სხვაჩევს გირჩევთ, რომ თუ ეგვიპტეში ჩამოხვალთ, აქ აიღოთ სასტუმრო, აი ამ მოედანზე. რომ ყველაფერთან ახლოს არის და ყველაზე ცოცხალი მონაკვეთია ეგვიპტის. ცახამი ძალიან ხმაურიანია. კი, ღამე ხმაური არის, მაგრამ ისეც არ შეგაწუხებ. თან სხვათ შორის სასტუმროები ძვირი არ არის. იმიტომ რომ მთელი ეს ქუჩები სავსეა სასტუმროებით, ყველა ეს კორპუსი, ეს შენობა გატენილია წარმოიდგინეთ სასტუმროებით, ყველა სართულზე, სხვადასხვა სასტუმრო, ერთ სართულზე 2 სასტუმრო, ეგრეთ ყოფილვართ მე და ნათია, რომ ერთ სართულზე 2 სხვადასხვა სასტუმროში ვიყავით ერთხელ. აქ არის გერშამის ჰოტელი, აქაც დამყოფები ვართ და მაგასაც გივიჩევთ, ძალიან სუფთა სასტუმროა ეგვიპტესთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში 2 წლის წინ იყო. რამდენიმე წლის გასწინ იყო ჩვენებრივად. მაგრამ ცუდი ის არის, რომ აი ესეთი ხმაურია. რატო ასიგნალებენ ვერ ხვდები, ანუ მაგით ანიშნება, რომ მოვდივარ რა და არ უნდა დაეჭრა ხომ იცი?
მე შუქი შეინტერესები ხო არ არსებობს? სუდია. დადიხარ და ანუ გაუთავებელი სიგნალები. ანუ შეიძლება ეგრე მე გაგაგიჟებენ ადამიანს. ეს ეხლა ეს ორივე რესტორანი არის საბურგერეები და აი ეს არის რიგი. თვითონ შეგნით ხო დგანან და გარეთაც ამდენი ხალხი ელოდება. სასწაულია. ხალხს 1 საათი ველოდებოდით ჩვენ შეგვეცათ. Omat საკეთილი იყო. ანუ კოშარი არის შოვება ამ ქვეყანაში. კოშარი არის ამათი ისეთი. აი რა შევადარო ქართულში? ხინკალი. ამათი ხინკალია კოშარი რაც თათვალეთ. ეგეთი მნიშვნელობის არის. და ერთი თვის განმავლობაში კოშას ვერ შეჯანგაც. მგონი რაღაცები კი შემოხდა ტალაბატის აპლიკაციაზე რომ იყო, მაგრამ რა ვიცი რამდენად სანდო იქნება ეგის. ეხლა კიდე რავი რამე ისეთ ეგვიპტური პიცა, ფეტიშ ქვია. მაგას მაინც ვეცდებით რომ ჭამოთ. თუ არა და დავრჩებით, ისე KFC-ში შევად. 2 დღეა KFC-ში ვჭამ და აღარ მინდა. არა მგონია რა ნელა ორი წლის წინ ხა? 2 წლის წინ ხელო ნამტკიცე გავიხსენე გზა და მეორე საფუძე რო შემოხდა თბილეულის მაღაზიამ აქ ეხლა რა საჭმელი იყიდა ეს რესტორანი ვიპოვეთ, რომელიც ფასშორის ძალიან ისეთია, კარგი, სოლიდური. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტური ქსელები არ მუშაობს საერთოდ, რავი, როგორი რაღაც შემოყენეს, ინტერნეტზე საერთოდ არ აქვს, ანუ ლინკებს არ ხსნას. გუგლში შემიძლია რამე დავსერჩო, მეფზე შევდივარ, მაგრამ ინტერნეტში ლინკს ვერ გავხსნი. და ერთი მარტო ის მაგათ დასასკანერებელი მენიუ. და მომსახურე ბიჭმა ხელი დახმარების ხელი გამომიწოდა და მოსკანერებინა თავისი ტელეფონით მათხოვა 1-5 წუთით და აგვარჩევინა. მადლობა მარტინს. ეს არის საუკეთესო ნაყინი ეგვიპტეში. Trust me. Ferrero Rocher, გასიძეთ, ამიძეთ. თან ძალიან იაფიდეს. 3 ლარი დაახლოებით, არც 2 და 60 ცენტი. ვიყიდეთ ნაყინები, მე Ferrero Rocher ავიღე, ნათიამ ვანილი. და ეხლა ნელ-ნელა სახლის გზას გავუყვებით. ვეცდებით ვისი ამოვნოთ. იმედია რამე ჩემი ოდნავ პატარა ხელის ტკივილს უარესად არ გამიხდის ეს ნაყინი და სანანებელი არ გამიხდება. მაგრამ რავი, გავუძლებ იმედია. თან წყნარ ქუჩაზე გამოვედი. ახვევით არის სავსე. ძალიან მომწონს. ახლოს კულტურა. მათამდე ძალიან საინტერესო იყო რა. მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით. მთელი ხალხი, როგორც გავიგე, საღამოდან მოყოლებული, გამთენიამდე ზიან, ჩაისვამენ, შიშას ეწევიან, დომინოს თამაშობენ და რაღაცას ერთობიან. და ეს სიამოვნებით ხორცი და გართობა გრძელდება საათების განმავლობაში. აი თუ ხო. აა? არა, ჩაბუქი რა ხება.
რა? უნდა ჩავუხვიოთ სადღაც. სიარულის შემდეგ მოვადექით ჩვენ სასტუმროს და სასტუმროს წინ არის პატარა ახვა, სადაც ძალიან სიტუაციაა, ბევრი ხალხი არ არის, მარტო ჩვენ და ერთი წვილია. და ასე რა, ჩაის დავლოთ ახლა. ცოტა ხანი დავისვენებთ ავალ, რომ მე მოვიმზადოთ, რომ აბდულაჰაც უნდა შევხვდეთ 2 საათში. ისინი გვიან ღამით გამოდიან, რა თქმა უნდა. და ჩვენს გვიწევს, რომ მაგათ გრაფიკს შევუწყოთ ხელი. ასე რომ ცოტა ხანი დავისვენებთ, სასტუმროში ავალთ. მოწესრიგდებით, ტელეფონებს დავტენით, რაც თავარია და მე გავთ. აინტერესური. Jij gooit.